ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საიდან ამბობს სიმართლეს. 10-დან 8 სპექტაკლი აღარ იარსებობს, ხო? ანუ ეს ახლა როგორ გინდა არ გაიფიცო, როგორ არ უნდა გაიფიცო ამ მომენტში. აი იმ თეატრში ვბრუნდებით, რომელიც ჩვენთვის ასოცირდება მონობასთან, ტყვეობასთან და გაყიდულობასთან. კიდე გაცილებით უფრო შემხუთავია ჩვენთვის აი ამის წარმოდგენა, რომ ჩვენ ქვეყანაში ცენზურა დამკვიდრდა მაგალითად. ეს ბრძოლა არ დამთავრდება, სანამ არ დამთავრდება თავისუფლების გამარჯვებით. ამაში დარწმუნებული ვარ. მე ვფიქრობ, რომ მსახიობები ავლენ სცენაზე მაშინ, როცა მაყურებელი შემოვა დარბაზში. მაყურებელი დღეს არის გარეთ. მაყურებელი არის გარეთ. მე მგონი რამდენიმე სახე აქვს ამას თუ მიზეზი. ერთი მხრივ თავისთავად ცხადია ეს საერთო აღშფოთება. რომელსაც როცა უყურებ, რომ აი ყველაფერი, რასაც ემსახურები, რისთვისაც მუშაობს სინამდვილეში, ხო? იმიტომ რომ ჩვენც რაღაც მონაწილეობას ვიღებთ დაუშვათ ამ საზოგადოების სვლაში გარკვეული მიმართულებით, ხო? ან ჩვენც ვაორგანიზებთ აი ამ ყოველ საღამოს შეკრების ადგილს ვაწყობთ შეკრებას, ასე ვთქვათ, სპექტაკლით იქნება ეს თუ სხვა სახით, სადაც ჩვენ ვმუშაობდით ამდენი წლის მანძილზე იმაზე, რომ დაუშვათ გარკვეული, ასე ვთქვათ, კითხვები დაგვესვა ნორმისთვის, გარკვეული კითხვები დაგვესვა იმ რეალობისთვის, რომელშიც ვარსებობთ და გვეცადა და გვეპოვა გამოსავალი იმ რეალობიდან, რომელშიც ვართ. და გვემუშავა ერთად, ჩვენს მაყურებელთან ერთად, რომ სწორედ იმ მომავლისკენ გვეარა, რომელიც წესით ამ ქვეყანას ჰქონდა კონსტიტუციით განსაზღვრული, ხო? და ანუ უცებ საერთოდ ჩვენი საქმიანობა დაისვა ზოგადად. რაზე უნდა ვიმუშაოთ ახლა, როგორც თეატრმა სინამდვილეში, როცა ჩვენს ქვეყანას დაუშვათ აღარ აქვს არანაირად აღარ ცემს პატივს ეს სახელმწიფო თუ რაც არის ნარჩენი მისი აღარ ცემს პატივს არაფერს რა იდეალის გარშემოც ვიკრიბებოდით საერთოდ აქ ჩვენ ამ სფეროში ვიცით ძალიან კარგად აი ჩემი საქმიანობის აი რეჟისურის კონკრეტულად ერთი უმთავრესი ნაწილი არის ჟღერ ძალიან მარტივად, მაგრამ არის ერთი ყველაზე რთული ნაწილი. სად დადგება ადამიანი? ეს კითხვა არის ერთი ცენტრალური ჩემს სამსახურში, მსახიობის საქმეში, ხო? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ როგორ ვაანალიზებთ მსახიობის სიტყვებს თუ დრამატურგიას, მოქმედების, საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, სად დგას ადამიანი. აქ და შესაბამისად მეორე მხრივ რა პოზიციაზე დგას, მაგრამ აი მართლა ფიზიკურად სად დგას, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და არის ერთი ყველაზე რთული რამ მისაგნებად სინამდვილეში, ხო, რომ საიდან ჟღერდეს ის, რასაც ამბობს. იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საიდან ამბობს სიმართლეს. ეხლა იყო თეატრები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ სცენიდანაც იგივეს ვამბობთ, რასაც დაუშვათ ამბობს ეს აქცია თუ დემონსტრაცია, ხო? ამიტომ რატომ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა, როცა პრინციპში იგივე სათქმელს ატარებს ჩვენი სპექტაკლები, რასაც დაუშვათ ეს მოძრაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, საიდან ვამბობთ დღეს ამ სიმართლეს. აი, საერთოდ ზოგადად მნიშვნელოვანია სიმართლე, საიდან ამბობ, იმიტომ რომ როგორც კი ასე ვთქვათ, შეიძლება არასწორ ადგილას დადგე და ეს სიმართლე გადაიქცეს ტყუილად. მე ვთვლი, რომ თეატრმა უბრალოდ სხვა სცენაზე გადაინაცვლა ამ შემთხვევაში. და ის მსახიობები იქნებიან ეს რეჟისორები თუ ძალიან ბევრი ადამიანი თეატრში მომუშავე, რომელიც თქვათ შემიძლია ვთქვა, რომ ბრძოლის პირველ ხაზზე არის დღესდღეობით. აქედან მათი დაკავებებიც, აქედან მათი ცემებიც, აქედან მათი ყველაფერი დანარჩენი, მსახიობებმა გააგრძელეს ჩემი აზრით ის საქმიანობა, რასაც აკეთებენ, უბრალოდ იმ ადგილიდან საიდანაც მათი სიმართლე ჟღერს როგორც სიმართლე. ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ შევიკრიბეთ, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ისე პროფესიულად ძალიან ცოტა ვინმეს ურტყამს ეს კანონები, ეს მოცემულობა უბრალოდ
როგორც იმ ადამიანებს, ვისთვისაც საერთოდ მთავარია გამოხატვის თავისუფლება, მაგალითად. ანუ გამოხატვის თავისუფლების გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებენ პროფესიულად. ესეც არის, რა თქმა უნდა. და ეს დიდი ნაწილია ამის. ახლა რო წარმოვიდგინოთ ჟურნალისტების შეუპოვრობა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, მართლა გმირობა, გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ეს ვთქვათ, რომ რაღაც არნახულ თავგანწირვასთან გვაქვს საქმე იმ ჟურნალისტების მხრიდან, რომელიც ობიექტურად აშუქებენ იმ რეალობას, რომელშიც ვართ. რასაკვირველია, ესეც არის იმის სიმპტომი, რომ მათი ბრძოლა კიდე სხვანაირია. შეიძლება მსახიობის ბრძოლა კიდე სხვანაირია, მწერლის ბრძოლა არის დღეს სხვანაირი. და იმიტომ რომ მხოლოდ მათ, ასე ვთქვათ, სამოქალაქო რწმენის გარდა, რომელიც რასაკვირველია უდიდესია ნებისმიერ ადამიანში, რომელიც იქ დგას, ასევე არსებობს იმის წარმოდგენა ხდება, რომ უბრალოდ ვეღარ იქნება ის, ვინც არის პროფესიულად მათ შორის. შეუძლებელი იქნება მისთვის სცენაზე ყოფნა, იმის ლაპარაკი რაც აწუხებს, იმაზე მუშაობა რაც აინტერესებს, ის სათქმელი რო კონდეს გამორიცხული იქნება, რომელიც დღეს აქ მას, როცა დგას ქუჩაში. ამიტომ ვეღარ ხედავს უკვე თავის ფუნქციას. კიდე გაცილებით უფრო შემხუთავია ჩვენთვის აი ამის წარმოდგენა, რომ ჩვენ ქვეყანაში ცენზურა დამკვიდრდა მაგალითად, ხო, რომ ჩვენ ვეღარ შევძლებთ იმ უბრალოდ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დღევანდელი კანონის ფონზე კონკრეტულად სამეფოებნის თეატრის რეპერტუარის 80% აღარ იარსებებს. უბრალოდ აღარ იარსებებს. აი 10-დან 8 სპექტაკლი აღარ იარსებებს, ხო? ანუ ეს ახლა როგორ გინდა არ გაიფიცო, როგორ არ უნდა გაიფიცო ამ მომენტში. როგორ არ უნდა გააპროტესტო ეს ამ მომენტში, როცა ადამიანების ჯერ ერთი უდიდესი შრომა უბრალოდ გადაიხაზება. მეორე მხრივ აღარ იარსებებს ის რისიც გვჯერა, რატომაც ვმუშაობთ საერთოდ, რატომაც ვდგამთ სპექტაკლებს, რატომაც საერთოდ გონია რომ უნდა არსებობდეს ეს სივრცეები, აღარ იქნება ეს და ანუ რჩება რაღაცა ის ფუნქცია თეატრის, რომელიც ჩვენ გვძულს სინამდვილეში. ანუ ესეთი თეატრი ჩვენ გვეზიზღება, რასაც ესენი გვთავაზობენ. უტყუება, რეალობის დამალვა, თვალში ნაცრის შეყრა, თანამშრომლობა იმათთან, ვინც მათ ჩაგრავს. ძლიერებთან მეგობრობა იმისთვის, რომ გადავრჩეთ. რაღაცნაირად მივყიდოთ ის ტყუილი მაყურებელს, რომელსაც დაუშვათ პროპაგანდა ყიდის, ვემეგობროთ პროპაგანდას. ეს არის ჩვენი მომავალი, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ის საძულველი თეატრი, რომელიც ასევე გძულს იმის ის ნაწილით, სხვათა შორის, სადაც გაძრომას ცდილობს ხელოვნება და რაღაცა ალეგორიული თუ მინიშნებებით, რაღაცებით რებუსებით ელაპარაკება მაყურებელს და ასე შემდეგ. აი იმ თეატრში ვბრუნდებით, რომელიც ჩვენთვის ასოცირდება მონობასთან, ტყვეობასთან და გაყიდულობასთან. და ამის წარმოდგენა კონკრეტულად ჩვენი სფეროს პერსპექტივიდან იმდენად შემზარავია, იმიტომ რომ პირადად ჩემი ეს შემიძლია ვთქვა, რომ მარტო მე არ ყოფილა, რა თქმა უნდა, ამ მოქმედებაში, მაგრამ აი კონკრეტულად პირადად ჩემი ბოლო 15 წლის მუშაობა ამ სფეროში და სულ 15 წითვლის არის რომ სწორედ ამგვარი თეატრიდან გამომძვრალიყავით. აი მთელი ჩემი ასე ვთქვათ ხაზი 15 წლიანი შრომა არის ის რომ გამოვსულიყავით ჩვენ იმგვარი თეატრიდან რომელიც გაწოლილი იყო ძლიერების ქვეშ და ძალიან გამიჭირდება იმის წარმოდგენა რომ ხვალიდან ეს თეატრი კონკრეტულად სადაც ახლა ვართ, ან ნებისმიერი სხვა თეატრი, რომელიც ასე ვთქვათ, ნაწილი გახდა, ან არის, ან საერთოდ ინიციატორიც იყო ამ მოძრაობის ქართულ თეატრში ბოლო 15 წლის მანძილზე, უცებ ქრება და გარბის ქვეყნიდან და არ ვიცი მე რჩება მარტო ის, რაც ადვილად, ასე ვთქვათ, გადაღუნეს, რაც ადვილად მოირგეს, რაც ადვილად ექვემდებარება რაღაცნაირად მოსყიდვას, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს პრაქტიკულად რომ ვდებ სასწორზე იმ რაღაცას, რაც ახლა გვაქვს, ერთი მხრივ ეს მართლა უკიდურესად ნათელი, უკიდურესად
გონიერი, ასე ვთქვათ, ჭკვიანი მოძრაობა, ხალხის, სტიქიური, რაც მთავარი, ანუ აი რაღაცნაირად თვითორგანიზებული საზოგადოება, რომელიც აი მართლა როგორც ერთი ორგანიზმი მუშაობს, ეს უზარმაზარი რაოდენობა ხალხის. მე არ ვიცი როგორ ვახერხებთ კომუნიკაციას რაღაცების იქ საერთოდ, როგორ ხვდებით რა უნდა ვქნათ და ყოველთვის როგორ ხდება, რომ სწორია ეს ტაქტიკა. და ამხელა ასე ვთქვათ, სიცოცხლის რესურსი, რომელიც იქ არსებობს და ოპტიმიზმი ასევე და მეორე მხრივ, აი ესეთი მართლა მხოლოდ გუშინდელი დღე იქნება თუ დღევანდელი ჩემთვის საკმარისი, რომ როგორ იცინის ეს საზოგადოება აი ამ ყველანაირი უბადრუკი მცდელობების წინაშე ხელისუფლების თუ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან დაშინების მაგალითად, როგორ არ ეშინია. და აი ეს უშიშრობა სიამდვილეში არის ჩემთვის აი მთავარი თავისუფლების მაგალითი. და აი ამ აქეთ გვაქვს თავისუფლება მოკლედ და იქით გვაქვს უბრალოდ აი ესეთი ძალადობა, ყოვლად ბანალური, აი სუფთა სახის ძალადობა, ჩაგვრა და ერთ ადამიანზე მორგებული, მის კომფორტზე მორგებული, მის პოლიტიკურ თუ პირად მიზნებზე მორგებული რეალობა, რომელსაც ყველა რატომღაც უნდა დავემორჩილოთ და დავნებდეთ. ამიტომ აი ამ სიტუაციაში მე მაქვს განცდა, რომ ეს ბრძოლა არ დამთავრდება, სანამ არ დამთავრდება თავისუფლების გამარჯვებით. ამაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ სხვა ამას მართლა მჯერა, გულწრფელად მჯერა, მაგრამ ერთი რაც ვიცი არის ის, რომ არ დამთავრდება ეს ბრძოლა, არავინ არ შეეგუება და რაც უფრო სასტიკი იქნება ამ ვითარებაში ხელისუფლება, მით უფრო ჩამოიხსნის იმ რაღაცა ვითომ მშვიდობის მოყვარე ნიღაბს და დაანახებს თავის ნამდვილ რეალურ სახეს, დამფრთხალი, შეშინებული დიქტატორის და დიქტატურის სახეს, რომელსაც ყოველდღიურად ხედავთ ამ ყოველ შემთხვევაში სუმცირე ერთი კვირის მანძილზე თუ 10 დღეს. მე ვფიქრობ, რომ მსახიობები ავლენ სცენაზე მაშინ, როცა მაყურებელი შემოვა დარბაზში. მაყურებელი დღეს არის გარეთ. მაყურებელი არის გარეთ. და აი ახლა ამაზე ფიქრი, ხო, რა თქმა უნდა, მე შემეძლო იმ თავით უმარტივესად მეთქვა, რატო გავიფიცეთ, ხო? ჩვენ სინამდვილეში გავყევით ჩვენს მაყურებელს. მარტივად. იმიტომ რომ არ არის აქ მაყურებელი. მაყურებელი არის გარეთ, კონკრეტულად ჩვენი მაყურებელი, ამას შეიჭვი არ მეპარება, რომ სამეფო უბნის თეატრის მაყურებელი 100%-ით გარეთ არის და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ უბრალოდ ჩვენ ისედაც აქაც იმისთვის ვდგავართ სცენაზე, რომ ისინი გაძლიერდნენ. ჩვენ აქაც იმიტომ ვდგავართ, რომ მათი სათქმელი ისმოდეს. იმისთვის ვდგავართ, რომ მათი სათქმელი გაჟღერდეს, მარტო არ იგრძნონ თავი ამ საზოგადოებაში, მიტოვებულად არ იგრძნონ თავი ძნელბედობის ჟამს და ასე შემდეგ. ამიტომ სადაც დგანან ისინი, სადაც მიდიან ისინი, ასე ვთქვათ, იმ მით უმეტეს, როცა მორალურია სრულიად მათი სვლა და აბსოლუტური უფლება აქვთ იმისთვის, რომ იბრძოლონ და მოიპოვონ თუნდაც ის გამოხატვის თავისუფლება, რომლისთვისაც დღეს იბრძვის ხალხი რუსთაველზე, იმიტომ რომ უკვე სინამდვილეში მათ შეკრებას აქვს საფრთხე, ხო? ანუ მათი შეკრება ითვლება დანაშაულად დღესდღეობით, რის გამოც ისჯება, უბრალოდ იქ დგომისთვის ისჯება ხალხი დღეს, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა ეს საერთო ბრძოლაა. ჩვენ სინამდვილეში შეიძლება ითქვას, რომ ეს რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი ბოლო პუნქტი არის, რისთვისაც იქ ვიბრძვით, მაგრამ მათ შორის იმისთვის ვიბრძვით, რომ აქ შევხვდეთ. ეგეც არის რა თქმა უნდა.